კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე მე ნინო სალუფაძე ვარ. 18 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი მოვლენიდან 400-ზე მეტი დაღუპული, 2200-ზე მეტი დაჭრილი, 10,000-ობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და რუსული აგრესიის შედეგად დაკარგული 130-ზე მეტი სოფელი. ომის მე-18 წლის თავთან დაკავშირებით მუხათგვერდის მთა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამგეს საქართველოს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დედაქალაქის მერმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე არის ტრაგიკული თარიღი, რომელიც ყველას შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება მართავდეს. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ ყოველთვის ყავდა გამორჩეული გმირები, გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მაგალითი იყვნენ ჩვენი საზოგადოების. სწორედ ჩვენი აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. მარადიული ხსოვნა მათ სულებს. მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა უთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ესეთი ღირსეული ადამიანები და პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილია გარდაცვლილი და მათი მოგონებას თქვა ხსოვნა და პატივი და მიუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს დიდი დანაკლისი არის. ჩვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, ტერმა მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების. სამწუხაროდ ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ მინდა საზოგადოებას განუცხადო, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული ძალიანობა, საქართველო გაერთიანდეს. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა. სწორედ ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ ჩვენი ოსი და აფხაზი დაძმების შემორიგება და ერთიან სახელმწიფოში გავაგრძელოთ ურთიერთთანაცხოვრება მშვიდობიანად და განმავითაროთ ჩვენი ქვეყანა. 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად ის უმძიმესი დღეები და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათი მაგალითი უნდა იყოს განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, თაობებისთვის. მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო და რა თქმა უნდა ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების სასახდენად. 18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი, ეს არის ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი. რეჟიმის, რომელმაც საქართველო მაშინ ამ ომში შეიყვანა, რომელმაც შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა. დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი
ურთულესი დღეა, უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე. სიამაყის დღე იმ ადამიანებით, იმ ვაჟკაცებით, იმ ჯარისკაცებით და იმ თითოეული ადამიანით, რომელმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ზუსტად ასეთი ადამიანების სიმტკიცეზე, ზუსტად ასეთი ადამიანების თავდადებაზე საკუთარი სამშობლოსათვის დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი უახლესი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა იყო. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ვინ ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი მომავლის გამო თავი გაწირეს და დღეს კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნული ერთობა, მშვიდობიანი პოლიტიკა და ჩვენ გვჯერ აქვს წამს, რომ თანმიმდევრული პრაგმატული პოლიტიკით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რომ მივახციოთ ქვეყნის დეოკუპაციას, გაერთიანებას და ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ეს აუცილებლად იქნება მიღწეული. უხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. ახალგაზრდებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სამშობლოს თავისუფლებისთვის თავდადებული ჯარისკაცების გმირობის უგდავყოფის მნიშვნელობას. რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 18 წლის შემდეგ ჩვენი ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ გვახსოვდეს ეს ტრაგედია, გვახსოვდეს ჩვენი გმირები და ჩვენს მომავალ თაობას დავუტოვოთ მშვიდობიანი საქართველო. დღეს ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოსთვის გაწერა. ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. დღევანდელი დღე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია გმირების ხსოვნის პატივის მიღება, გმირების ისტორიების ცოდნა, ვინაიდან ისინი არიან სამაგალითო ადამიანები, ისინი არიან მაგალითები იმისათვის, როგორ უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეახვლედიანმა მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოსა და გურში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი შეხვდა დაღუპული გმირების ოჯახის წევრებსაც და მათ მთავრობის სახელით თანადგომა გამოუცხადა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იმ უდიდეს დანაკარგსაც უკავშირდება 18 წლის წინ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას და საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, რომლის უმძიმესი შედეგების დასაძლევა ჩვენ განუხრავად ვახორციელებთ ერთიანი სამთავრობო მიდგომით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრაგმატულ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად წარმოაჩენს მშვიდობის დაცვის და გამტკიცების უპირობო მნიშვნელობას. აგვისტოს ომის მე-18 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა მთავრობის განკარგულებით რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს რეგიონებშიც სახელმწიფო დროშები დაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრემლის საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით კვლავ აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას და მათ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევით, ეთნიკური დისკრიმინაციით და მოსახლეობის იზოლაციით რუსეთი მკვეთრად აუარესებს ჰუმანიტარულ გარემოს. ამ ფონზე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მკვეთრად განაგრძობს დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. 18 წლის შემდეგაც ქვეყნის მიზანი უცვლელია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
დღესაც ოკუპაციის 18 წლის თავზე რუსეთი არასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვდომის არქონა ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას. მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით. საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასევე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა. საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები. სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. 18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. გიორგი ბარამიძის განცხადებაზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ღვინჯელია გამოიკითხნენ. ომის ვეტერანები ბარამიძის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ. ამ წუთებში გამოძიების კითხვებს პასუხობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილიც, რომელიც აფხაზეთის ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის მუშაობაში. საგამოძიებო უწყებაში გუშინ გამოიკითხა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძეც. გია ბარამიძეს რაც შეეხება გია ბარამიძე საერას რომელიც ყების გამცველი იყო და საიდან ომში მაგას არ მომია ჩამოდიოდა ჩვენ დაბაჭამჭირეში მე ვიყავი გარნიზონის კომენდანტი ბრიგადის მეთაურის მოადგილე რო ჩამოვიდა მოითხოვა კასკა და კასკა ქონდა კრიჩკა და დადიოდა სურათებს იღებდა გამარგოდა თბილისში მე ხან სოღონში ჩადიოდა ხან ჩვენთან იყო და წვების დახრება მაგას სანდახა ბარამიძე ცრუობდა და ანდავალება ქონდა ვიღაცის ან არაურობა ჭირდებოდა ალბათ რა ვიცი მე ომის პერიოდში ვიყავი გადანაყოფის მეთაური პირველი ბატალიონი 23 ბრიგადის ჯერ ერთი რომ ეს მიუღებელი განცხადება იყო არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს მის სიტყვებს
ვინაიდან ტყუილი არის ავიდან ბოლომდე რაც იმან თქვა. რა აზიანა ქვეყანა და შეურაცხყოფა მიაყენა მებრძოლებს და ვეტერანებს. ეს არის ჩემი რაცია. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომელზეც პროკურატურამ ძიება ღელვიტისა და საბოტაჟის მუხლით დაიწყო პოლიტიკური შეფასებები კეთდება. სამარცხვინო და მოღალატეობრივი უწოდა ბარამიძის განცხადებას პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით ნაცმოძრაობის ლიდერის ამ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონია ოპოზიციას, მათ აქტივს, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. ქართული ჯარის წინააღმდეგ მიმართულ მურიგ კამპანია დაფასებს ბარამიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება არასამართლებრივ მხარეს, მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, რას თქვა ამ ადამიანმა. და მე სხვათა შორის ვერ ხედავ ამასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიების, ვერ ხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების და NGO-ების და ამ პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ხო, ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არავითარი რეაქცია არ ქონია. იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის პასეს რეზოლუციაში მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს დააბრალეს სამხედრო ომის დანაშაულის ჩადენა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლება 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით და ზუსტად ამ ხაზის გაგრძელება არის. დღეს არავინ არ ეკითხება არც ბარამიძეს, არც აი ამ აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს, არავინ არ ეკითხება რა სიტყვიან, როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული მიზნით მათ რა უნდა თქვან, როგორ უნდა ვის რა უნდა დააბრალონ და როდის რა უნდა გაათეთრონ და როდის რა უნდა გააშავონ. ასე რომ აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის რაც ილაპარაკა. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ბარამიძის განცხადებები, ისევე როგორც ბევრი სხვა განცხადებები თუ მოქმედებები, არის გარკვეული სცენარის ნაწილი, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. როდესაც ამბობ, რომ ხრეტდნენ ქართველი ჯარისკაცები და გინდა მეომრები, ხრეტდნენ მოწინააღმდეგეს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გარკვეული მიმართულებით პრობლემების წარმოქმნას გეგმავ. და თუ კი ერთი ადამიანი ამბობს ამას, ვისაც იმ პერიოდში გარკვეული პასუხისგებლობა ჰქონდა რაღაც საკითხებთან მიმართებაში, ეს კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის. გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ქართველებს დააბრალა თითქოს ჩვენ ვხრედით აფხაზებს, ტყვეები არც კი აგვყავდა მაშინ, როცა თურმე გულმოწყალე რუსები, რომლებიც იყვნენ დისციპლინირებულები, ქართველებს არ ხრედდნენ. ეს არის მოღალატეობა, რომლის მიზანი არის, რომ ის დადებითი ტენდენციები, რომელიც შეინიშნება ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისკენ, საბოლოოდ გადაესვას ამას ხაზი და ეს მტრობა კიდევ უფრო გაღვივდეს. პოლიტიკური შეფასებების თემა ტელეკომპანია ფორმულას დირექტორისა და წამყვანის მიშა მშვილდაძის მიერ მის საკუთრებაში არსებული ბინის რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. სახელმწიფო გუნდის წევრების შეფასებით ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ ანტირუსული რიტორიკა ოპოზიციისთვის და მის მიერ მართული მედიისთვის მხოლოდ პოლიტიკური იარაღია, რეალურად კი საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის რუსეთის მოქალაქეებთან გარიგებაში აქტიურად შედიან. ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივი ამბავია. არავითარი პრინციპი ამ ადამიანებს არ აქვს. ესე რომ ფაფარი გაქაშლილი, შვილდაძე იქნება ეს, ვაშაძე იქნება, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით. ამ ხელა შემოსავალს ღებულობენ არა რუსეთის მოქალაქეებისაგან, რუსებისაგან და შემდეგ ტეხავენ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ ამბავს იყენებენ პოლიტიკურ პროპაგანდაში და მოქმედებენ ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც თავის პირადი ინტერესები აქვს. ნებისმიერ რამის გაკეთება შეუძლიათ და ნებისმიერი პრინციპის დარღვევა შეუძლიათ. ასე რომ გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემასთან აგვაქვს საქმე, ეს არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანება. პრობლემა ის კი არ არის, რომელი ნაციონალობის ადამიანს მიაქირავებენ ან მიყიდიან ბინას, იმიტომ რომ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და არ არის სწორი. პრობლემა თავად ეს ადამიანები არიან. მიშა მშვილდაძეა პრობლემა, რომელიც ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი. პრობლემა არის ლაკა ხოშტარია, რომელიც ასევე პირდაპირ რუსეთისგან ფინანსდება.
ზურაგირჩი ჩაბარიძე და სხვები. ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით იქნებოდა წლებია ოპოზიციური პოლიტიკა. თუმცა სწორედ ეს ადამიანები, როგორც აღმოჩნდა და როგორც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, პირდაპირ სარგებელს იღებდნენ რუსებისგან და რუსეთისგან, მაგრამ ამავდროულად ანტირუსული კამპანიისთვისაც სწორედ ისინი იღებდნენ სარგებელს თავისი პატრონებისგან. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's Global-მა საქართველოს პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესა, ხოლო სუვერენური საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით ქვეყანა ინარჩუნებს წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ძლიერ შიდა მოთხოვნას. გავლენიანი ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ ეფექტური ფისკალური მართვის შედეგად ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი ზომიერ დონეზე შენარჩუნდება. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების აგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სების ეფექტიანი მონეტარული და საზედამხედველო მიდგომებს წამყვანი როლი აქვს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში. პერსპექტივის სრულიება არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურიდან დადებითისკენ, რაც ბუნებრივია გამოწვეულია იმ ტენდენციებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში და ქართულ ეკონომიკაში. ხო, თქვენ იცით, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არის შარშანდალზე მაღალი, შარშან ჩვენ წელიწადი დავხურეთ 7.9%-ით და პირველი 6 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და ამის მიზეზი არის კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. თქვენ იცით, რომ მაღალ დონეზე აღმოფხვრილია სრულად კორუფცია, რა თქმა უნდა, მუდმივად გაგრძელდება ბრძოლა დაბალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ეშელონს, მთლიანად არის აღმოფხვრილი კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. ეს პირდაპირ აისახება ბუნებრივია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საბოლოო ჯამში ჩვენი ტენდენციები, ეკონომიკური ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსაც და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ. ეს მაჩვენებელიც, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს შეენარჩუნა სტაბილურობა ამ რთულ ვითარებაში, არის მახასიათებელი ამ ხელისუფლების საქმიანობის. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ამ რეიტინგის სტაბილურად დატოვება და კიდევ უფრო გაუმჯობესება მეტყველებს საქართველოში წარმოებულ სწორ პოლიტიკაზე. ეს არის ინდიკატორი ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის და ეს არის, რა თქმა უნდა, კარგი მაჩვენებელი ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს განვითარება, მათ შორის ფინანსური განვითარება არის სტაბილური და ეს წინაპირობა არის შემდგომი გაუმჯობესებული ეკონომიკური და ზოგადად პოლიტიკური მდგომარეობისა. დღის მთავარ სიახლეებს უფრო ვრცლად მთავარ გამოშვებაში 7 საათზე შევაჯამებთ დროებით.